მოგესალმებით. მადლობა თქვენი აქ მობრძანებისთვის, იმისთვის რომ თქვენ გაგაცნოთ ჩვენი პირველი შეხვედრის შესახებ. კოორდინაცია დღეს შედგა, ეს კოორდინაცია რომელიც გუშინ იქნა გამოცხადებული თავისი წესებით, ის რომ ჩვენ უნდა შევაჯეროთ პოზიციები იმ მთავარ გამოწვევებზე და მთავარ საკითხებზე, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში და ის შეჯერებული პოზიციები გაგაცნოთ, რაც არ გამორიცხავს სხვათა შორის, რომ ინდივიდუალურმა პარტიებმა თავიანთი ხედვებიც შემდეგ წარადგინონ სხვანაირად, რაც არ იქნება ერთობლივად შეთანხმებული. ეს არის ასეთი ფორმის კოორდინაცია, რომელიც დღეს იწყებს მუშაობას. უნდა ითქვას, რომ გუშინდელი პროტესტი ყველას გვაძლევს ძალიან დიდ იმედს და ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკამ ვერ შეძლო და ვერ დაშალა ეს პროტესტი და ეს პროტესტი არსებობს საზოგადოებაში და როცა ეძლევა საშუალება, რომ უფრო ძლიერად გამოჩნდეს, გამოჩნდება, მაგრამ არის მუდმივი და არაფერი და ვერავინ ვერ აშინებს ამ პროტესტის მონაწილეებს და ვერ აშინებს საზოგადოებას. ჩვენც ასევე შევთანხმდით, დღეს მიმდინარეობს კიდევ ერთი შეტევა პოლიტიკურ სპექტრზე, პოლიტიკური დევნა იღებს ახალ ეტაპს იჭერს და ჩვენც ამაზე ვართ შეთანხმებული. ეს უნდა იყოს ჩვენი ერთობლივი პოზიციების ერთ-ერთი მიმართულება. ნახავთ, როგორი იქნება დღევანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებების ფორმა, მაგრამ ამითაც პოლიტიკურ სპექტრს ვერ შეაშინებენ. ჩვენ ასევე ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ მოვამზადოთ ევროსაბჭოში იქნება 7 აპრილიდან სესია, სადაც იქნება მიღებული საქართველოზე ძალიან ალბათ მკაცრი რეზოლუცია და სწორედ პოლიტიკური პატრიმრების საკითხი იქნება პირველ პლანზე, ასევე იქნება პირველ პლანზე ყველა ის ახალი კანონი, რაც მიღებული არის ამ დღეებში, რომელიც ცდილობს, რომ ერთის მხრივ ფარათი მთელი ეს არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოება ჩაახჩოს, მაგრამ ამის მიმართაც მოინახება გზები და ამაზე ვმუშაობთ, რომ ეს გზები იყოს მონახული და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ჩავთვალოთ, რომ იმიტომ რომ ხელისუფლება იღებს ყოველდღიურად ახალ რეპრესიულ კანონებს, ეს იმისი ნიშანი არის, რომ რამენარად თვითონ ძლიერდება. არა, ძლიერდება პირიქით პროტესტი, იმიტომ რომ უფრო მეტი ხალხი ხვდება იმას, თუ რას აკეთებს ეს ხელისუფლება, რა მიმართულებით მიდის და უფრო მეტი ხალხი უერთდება იმ ჩვენ გზავნილს და იმ გზას, რომელიც ასევე გუშინ გამოვაცხადე და რომელიც ასახავს აქ შემოსული პარტიების ერთიან პოზიციას, რომ ჩვენ მივდივართ არჩევნების გზაზე, ჩვენ მივდივართ მშვიდობიან გზაზე, ჩვენ მივაღწევთ არჩევნებსაც, პოლიტპატიმრების განთავისუფლებასაც, მაგრამ ჩვენ არ ვირჩევთ სხვა გზებს, რომელიც შეიძლება არსებობს ვიღაცის აზრში, მაგრამ ეს არ არის ჩვენი გაერთიანებული პოზიცია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მზად იმისთვის, რომ ვიყოთ მხნეთ და ვიყოთ შემართებული და ერთობლივად ამ ახალ ერთობაში შევეწინააღმდეგოთ, გავუმკლავდეთ ამ რეჟიმის რეპრესიებს და მივაღწიოთ ჩვენ შედეგს. ძალიან დიდი მადლობა.